პოლიტიკურად მოტივირებული ჩანაწერები რეზოლუციებსა და ანგარიშებში, რის შემდეგაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა საკითხი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მართლ გუნდში ირწმუნებიან, რომ ამისთვის ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრს მუშაობს, ისინი არც უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ სანქციებს არა ქართველი ხალხისთვის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ითხოვენ. პარალელურად ოპოზიციის ეს ნაწილი სამართლებრივ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში აგრძელებს. ლელოს შემდეგ ბათუმში სარჩელით ჩასვლას აანონსებს ნაციონალური მოძრაობაც. მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში ამბობენ, რომ სამართლებრივი დავის წამოწყება უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს. რას აპირებს ხელისუფლება ქვეყნის შიდა აქტორებისა და გარე ფაქტორების საპასუხოდ და რა არის წითელი ხაზი ქართული ოცნებისთვის? აქტუალური თემის სტუმარია პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქოა. ბატონო ირაკლი, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. მაკა, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მსმენელებს და მაყურებლებს. შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ქვეყანა კიდევ უფრო შორდება ევროკავშირს. ვადასტურებთ ამ ფონზე არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე, განაცხადა ევროკომისიის პრეს-სპიკერი. პარალელურად დღეს პასეს წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ მართული პარტიის წარმომადგენლები შეხვდით. რა გზავნილები მიიღეთ მათგან საინტერესო არის და თუ იყო ერთგვარად მინიშნება მაინც 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობასთან დაკავშირებით, რასაც საკმაოდ აქტიურად ითხოვს როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ფაქტობრივად ყოველდღიურად, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ბიუროკრატებისგან, ასევე თქვენ. ხო, უბრალოდ ყოვლისა მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო, მინდა იმ ტრაგედიას გამოვხმაურო, რაც მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ახლოს. იცით თქვენ, რომ თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა და მინდა თურქ ოჯახებს, თურქ ხალხს მიუსამძიმრო ეს ტრაგედია, რამ გამოიწვია ამაზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება. კეთილი, რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხო, ეს ორმაგი სტანდარტი და არა სამართლიანი დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან არ ახალია, ჩვენ ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია და მორიგი გამოვლინება იყო, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც მოვისმინეთ, მათ შორის ჩინოვნიკის მხრიდან. ვერ გაითავისეს, ვერ გაიაზრეს, რომ შანტაჟის ზენით და მუქარის ზენით ქართველებს არ უნდა გველაპარაკონ. არ უნდა ელაპარაკო იმ სახელმწიფოს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციისთვის და აკეთებს დღემდე. და ამას მოწმობს არა მხოლოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, ანგარიშები, არამედ თვითონ მათი ევროკომისიის მიერ, ასე ვთქვათ, ჩატარებული კვლევები, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს შორის, სადაც პირველ ადგილას არის საქართველო გამჭვირვალობით, კანონის უზენაესობით, რეფორმის ჩატარებით, ყველა სახელმწიფო, კანდიდატ სახელმწიფო შორის, მათ შორის კი არა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს უსწრებთ, მათივე კვლევებით. და ამის შემდეგ ვიღაცას რომ მოუტრიალდება ენა და იტყვის რომ იცი რა, საქართველო თურმე ვერ ასრულებს და გადაუხვია, ეს არის ან სიბეცე, ან არის უბრალოდ მიზანმიმართულად ქვეყნის შანტაჟი და მუქარა, უსამართლო მიდგომა და ამას ჩვენ არ გავატარებთ. ამის დემონსტრირება იყო მათ შორის, როდესაც აი პასეს თქვენ ბრძანეთ, ხეს დელეგაციას მასპინძლობთ პარლამენტში, ჩამობრძანდნენ, ეს არის ევროპული საბჭოს მონიტორინგის სამსახური, ასე ვთქვათ, რომელიც დაკომპლექტებული იყვნენ შესაბამისი პირებით. ჩვენ მათთან გვქონდა, ჩვენი ლიდერები შეხვდნენ, ბატონ შალვას მთელი 2 საათიანი ლექცია წაუკითხა, პირდაპირ გეტყვით, არგუმენტებით, თუ რა გავაკეთეთ, როგორ ჩატარდა არჩევნები და ყველა ის პასუხი, რაც ვინმეს თუ რამე აინტერესებდა, პასუხი იყო პასუხები დამაკმაყოფილებელი. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, მე რაც მაქვს ინფორმაცია, მათ მიიღეს ეს პასუხები, ბევრი გაკვირვებაც იყო, რომ არ ქონდათ ზუსტი ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირიქით მივესალმებით, რაც მეტი ჩამოვაქვს და მეტად გაიგებს, არა ის რომ დეზინფორმაციას რო ავცელები კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, მათი ხარდამჭერები. რატომ პასეს დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა და რატომ ვერ ხერხდება თუნდაც დისტანციურად, თუ კი როგორც თქვენ ამბობთ და ავითარებთ პოზიციას, რომ ოპოზიცია აწუდის მათ ან არასამთავრობო სექტორი ოპოზიციასთან ერთად დეზინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რატომ ვერ ახერხებს, მაშინ ასე კითხავთ, ხელისუფლება სრული ინფორმაციის მიწოდებას?
მადლობა მკითხვისთვის. პირველი ჩვენ ყველა პლატფორმაზე, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მათ შორის ეს იქნება გაეროს ტრიბუნა, თუ ეს იქნება ევროსაბჭოში, თქვათ ჩვენი ლიდერების გამოსვლა. უბრალოდ აქ თემა რა არის? რომ არის გარკვეული ჯგუფი ევრობიუროკრატების, რომელთაც მიზანმიმართულად უნდათ რომ აკავდეთ აგენტურა, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ყავდათ, რასაც ის ჩადიოდა და შემდეგ დემოკრატიის შუქურად იყო გამოჭენებული, იცით თქვენ, მთელს ევროპაში და მთელს მსოფლიოში. სინამდვილეში ქართველებმა ვიცოდით, ხო, რა ტირანია იყო და როგორ მართავდა სახელმწიფოს. აი ასეთები უნდათ აქ, რომ ვინც ყველა დაკრულს მათ ინიციატივას აქ გაიტანს, გააჟღერებს. ჩვენ რა გვაქვს დაპირისპირება? გვითხრეს რომ საიდან დაიწყოს ყველაფერი, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნათ. ჩვენ ვთქვართ ამაზე უარი. ამაზე გვითხრეს რომ იცი რა, მაშინ ჩვენ პრობლემა შეგიქმნით ქვეყნის შიგნით. ანუ იმ NGO-შნიკებს, ნაწილს, ვინც არიან დაფინანსებული და აგენტურას წარმოადგენენ, აი გარკვეული ჯგუფების და ლობისტური ორგანიზაციების, ის აგვიმხედრეს. ჩვენ ამას დაუპირისპირეთ რა, გამჭვირვალობის კანონი. გამჭვირვალობის კანონს დაარქვა ამერიკის ელჩმა, გახსოვთ თქვენ რო იყო აქ ხელმოწარული ელჩი, დაარქვა რუსული კანონი. მაგრამ კითხვაზე რა არის, რატო არის რუსული, ვერც ერთი ვერ გცემდა პასუხს. უფრო მეცაც გეტყვით. შინაარსი არ შემოდიოდნენ ასეთი იყო. ვერ შემოვიდოდნენ, იმიტომ რომ არაფერი რუსული არ იყო. რუსული იყო ზუსტად რაც აქვთ ევროპაში. 1 ცენტით რო დააფინანსო, მაშინათვე გიუქმებენ ორგანიზაციას და გიჭერენ. ჩვენ რა ვთქვით? 20%-ზე მეტი თუ იქნებოდა დაფინანსება არასამთავრობოების ან ტელევიზიის, უბრალოდ გამოდიდა თქვით, ვინ გაფინანსებდა რა მიზნով, მეტი არაფერი. ესეც სიუკადრისის, ესეც არ უნდათ. იმიტომ რომ მე ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტად გაიგებდა თუ ვინ ებრძვის ეკლესიას, მართლმადიდებლობას, ქართულ სახელმწიფოს, ვინ ითხოვს LGBT პროპაგანდას, ეს არ უნდათ. ამიტომ იყო მიჩქმალული. აი ამას მოყვა ჩვენი მთელი ეს იწილო ბიწილო ევრობიუროკრატებთან, თორე ჩვენ რა პირიქით რეფორმებში ბიუჯეტი, ესე იგი სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე წელია მსოფლიოში არის პირველ ადგილას გამჭვირვალობით. იმის ბოდიში, ესე იგი მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ასე ვთქვათ ანგარიშების მიხედვით. ეს ხო არის აღიარება ჩვეულებრივად. მსოფლიოში ეს კი არის რეგიონში. რეგიონს არ ვთვლით ჩვენ. მსოფლიოშია პირველ ადგილას გამჭვირვალობით. როგორ ასეთი სახელმწიფოს შენ აშანტაჟებ? იმიტომ რომ სხვა ამოცანა აქვთ მათ. როგორ ხედავთ, ბატონი ირაკლი, ვის მოიაზრებენ ისინი საქართველოში მოკავშირედ გულისხმობ ევრობიუროკრატთა ნაწილს, ვისაც თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციაში გარკვეული თქვა ჯგუფები არსებობენ, რომელთაც მათ მოიაზრებენ მოკავშირედ. ვის მოიაზრებენ აგენტურას, ვინც ყავდათ? კოლექტიური ნაცმოძრაობა, ვისაც უწოდებთ, ხო? ყოფილ ნაცმოძრაობას და პლუს მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ ხო ნახეთ იმ გამოძიების შედეგად ის თანხები, როგორ ფინანსდებოდა და მოლოტოვის კოქტეილები, რადიკალების სახალისება როგორ ხდებოდა, ის ახალგაზრდები ამათმა დაღუპეს. თვითონ ჩირკში არიან, თვითონ თბილ სავარძლებში და ის ახალგაზრდები გაწირეს. ყველას მთელ გუნდს გული ვტკივა და ვტკიოდა, როდესაც უყურებდით მათ შორის ის ახალგაზრდები შეცდომაში იყვნენ, წაახალისეს ძალადობისკენ და ჩაადანინეს ის დანაშაული. ხო და ამას ეხლა ვინ გაუტარებს, კაცო? ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ბუნებრივი რეაგირება ექნებოდა სახელმწიფოს და აქვს კიდეც რეაგირება. ის კი არ აგერ დააკვირდით 4 ოქტომბრის ის ცდელობა კონსტიტუციური წყობილების ჩამონგრევის, თავრობის დამხობის. მათ შორის აგერ თქვენთან იყო ეხლა ბატონი გიორგი, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია გარიგებული ჯერ რომ ესე იგი ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს. შემდეგ თქვენს რომ არალეგიტიმური არის პარლამენტი და ეხლა ჩვენ წინ წამოსკუბდნენ. აი ესეთი სტანდარტები და ღირებულებების ოპოზიცია გვყავს. ჩვენ მაგრამ ეს კაი, სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე, პუფებს რა გამოლებს ამ ქვეყანაში ოპოზიციაში. მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ თვითონაც დაერივნენ ეხლა ერთმანეთს და ამბობენ, რომ კი ეს იყო გადატრიალ ცდელობა, ჩვენ ვემიჯნებით. ჩვენ მათთან არ ვდგავართ. როგორ რას ემიჯნები? ერთად არ იძახდით, რომ მშვიდობიანიო, ვითომ აყოლებდნენ, შემდეგ დამხობა. ის ახალგაზრდები ვინ მოაბილიზა? ვინ უბიძგა ძალადობისკენ? ამიტომ თავიდან ბოლომდე ამათ უკან იდგნენ ეს ვაი პოლიტიკოსების უკან კიდე აფინანსებდნენ ეს ევრობიუროკრატები, ვისაც მცდელობა და ინტერესი აქვთ, რომ აი აქ რევოლუცია მოხდეს, ისევ დასვან თავიანთი მარიონეტები და რასაც დაუკვეთავენ, იმას გააკეთებინებენ. ეხლა ჩვენ რაზე გვაშანტაჟებენ? აბა დააკვირდით.
ესე იგი ვიზა ლიბერალიზაციასო შეგიწყვეტო. მოლოდინი როგორი გაქვთ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? ჩვენ მაინც გვაქვს, ამას მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ მოსახლეობა მიცოდის, რას გვედავებიან. ესე იგი უვიზო მიმოსვლა შეგიწყვეტო თუ ორ კანონს არ გაიწევთ. რა არის ეს ორი კანონი? ერთი არის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც გაცილებით მძიმე მიიღო საფრანგეთის ქვედა პალატამ, მიიღო ევროპის, რა ვიცი, ქვეყანა არ დარჩა, ვინც ჩვენზე უფრო მძლავრი კანონი არ მიიღეს, გაცილებით. და არა, ჩვენ გთხოვენ რომ გაუქმეთო და მეორე ოჯახური ღირებულებების კანონი. ფორმალურ, არაფორმალურ გარემოში ამ შეკითხვებს ხომ სვამთ? კი, სვამთ ისევე როგორც დღეს პასეს ასე თქვა თანამშრომლები რომელიც ჩამოვიდნენ და ვეკითხებოდით, მაგრამ ამაზე კომენტარს არ არიძლევენ, არა. ამბობენ რომ ჩვენ ვიწრო კონკრეტული კითხვები გვაქვს და ამაზე გვინდა პასუხები, თორე ამას საჯაროდ აბა მოусვეთ, თქვენი ჟურნალისტებიც დახვდნენ კორიდორში და პასუხს არიძლევიან. რატო? იმიტომ რომ სათქმელი არ აქვთ არაფერი, რა თქვა, ესენი ცხვერპლი არიან. შეხვედრაზე კონკრეტული პასუხები არა მხოლოდ დახურული შეხვედრის იმას ვერ გამოვიტან, ამაზე იქნება შემდეგ ბრიფინგი და ამასთან დაკავშირებით რა ითქვას და როგორ ითქვა, თავი რა არის, რომ ჩვენ სათქმელი უთხარით, რომ ამ ქვეყანას ვერან ვერ დაჩაგრავს. რომ ეს ქვეყანა არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ამ ქვეყანას ყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და ეს ხელისუფლება აკეთებს სახელმწიფო ინტერესებს. იცავს სახელმწიფო ინტერესებს და ქართველი ხალხის ნებას აღასრულებს. ამის შედეგი არის სწორედ ის, აბა გადახედეთ. ჩვენ გვაქვს მშვიდობა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარება და ჩვენთან შემოდის ინვესტიციები, აბა დააკვირდით ევროკავშირის მოცემულობას, მაღალი ინფლაცია, დაბალი ეკონომიკური ზრდა და მთელი რიგი დაძაბულობები ცალკეულ ცენტრალურ მთელს ევროპაში. აბა დააკვირდით, რა მოიტანა ეს? არასწორმა, არაჯანსაღმა ურთიერთობამ. დააკვირდით, აბა გერმანიას. მინუსში აქვს ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო. მიდის შეკვეცები თავიანთი სამუშაო ადგილების და ეკონომიკური კრახი აქვს. ეკონომიკური კრახი ექნება, აბა რა ექნება, როდესაც კანცლერი ყავთ, ყველაზე დაბალი რეიტინგი რაც ყოფილა მსოფლიოში. 15%-იანი. და ეს ადამიანები მერე ჩვენ მორალს გვიკითხავენ დემოკრატიაზე. თავიანთ ქვეყანაში ერთმა აქტივისტმა დაწერა განცხადება Facebook-ზე, რომ რაღაც შარჟი დაწერა და ამის გამო 6 თვით ციხეში ჩასვეს. და იმაში სხვა სახელმწიფოებში კიდე არ მინდა დავასახელო. პოლიციას რაღაც შეუბრუნა ენა და 3 წლით ესე იგი ციხეში გამოკეტეს. ის კი არა შერიფი იმუქრებოდა და პირდაპირ ეუბნება კიდე ვინმე თუ გადაკეტავს შუაზე გაგლეჭდო. და ჩვენთან ესე იგი მოსულა, რომ ჟურნალისტი შეუძლია ადგეს და სახეში გაულაწუნოს პოლიციას და ეს თურმე სიტყვის თავისუფლებაა. შეუძლია იმას აქტივის ნებისმიერს დახვდეს ჩვენი ოჯახის წევრებს, აგინოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და ამაზე თუ გექნება რეაგირება, კაცო ეს სიტყვის თავისუფლება იყო და რატო შეზღუდეთ? და ეს ახლა ორმაგ სტანდარტს არავინ გაუტარებთ. არ გაგვიტარებია და არც მომავალში ვაპირებთ. ასე რომ ჩვენ ვართ მომხრე ბუნებრივი ევროინტეგრაციის, მივიყვანთ ბოლომდე იმ რეფორმას, ოღონდ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ცალკეული ელჩების საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ ხშირად დადანაშაულებს ვენის კონვენციის დარღვევაში. გვახსოვს იგივე პეტერ ფიშერის მაგალითი, გუშინ კი საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა კონსპირაციულად ბინაში, ასე ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებით და ამ შეხვედრას საინტერესო ფაქტორი არის ის, რომ საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი ესწრებოდა. თქვენ რას გეუბნებათ, თქვათ მსგავსი აი ამ ფორმით პოზიციონირება ელჩის, როგორ შეაფასებთ, რაც მთავარია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად თუნდაც იგივე გახარიას პარტიის წარმომადგენელი იმას, რომ ბინაში შედგა შეხვედრა, პრობლემას ამაში ვერ ხედავს. ხო, ჩვენ სამწუხაროდ ელჩებში გვაქვს პრობლემები. გამოწვევა გვაქვს ელჩების საქმიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ იცით, ბატონი ფიშერი ფაქტურად რადიკალ აქტივისტად იყო ქცეული. ხან ერთ პარტიას ემხრობოდა, ხან მეორეს, ხან მესამეს, ამაზე ქონდა ჩვენ რეაგირება, შემდეგ დაიბარეს თავის ქვეყანაში. თავისუფლები იყო გარკვეული კონსულტაციები და შემდეგ დაბრუნდა და მე მგონი უკვე ჩადგა კალაპოტში და ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით თავის ელჩობის ასე მანდატს დაუბრუნდა, რაც არის გათვალისწინებული. რაც შეეხება სამწუხარო არის თვარცები საფრანგეთის ელჩი, ახალდანიშნული ელჩი. და ასე კულუარულად სახში როდის იყო, მე მაინტერესებს მის ქვეყანაში ელჩები საკუთარ პირად სახში ღებულობენ აქტივისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს რაღაც ახალი მიდგომა აკეთება ამ ელჩს. ბუნებრივია, მიუღებელია.
არაფერი არ არის ამაში ნორმალური და ევროპული სტანდარტის. და ბუნებრივია ამაზე გქონდა ჩვენ კითხვაც დავსვით კიდეც რა. თუ დასამალი არ აქვს მართველი გუნდისთვის ბატონო ირაკლი მიუღებელი არის ფორმა ამ შემთხვევაში შეხვედრის და ლოკაცია სადაც გაიმართა შეხვედრა თუ რომ გამართულიყო საელჩოში მაგალითად. ბუნებრივია კაცო საელჩოში რომ უნდა შეხვდეს კიდეც. როგორც ხელისუფლებას ისე არასამთავრობოს და ოპოზიციას, მაგრამ როცა კონსპირაციულად სახში ღებულობ იმას ნაცრადიკალებს და არაფერი ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ეს არის მცდელობა რომ ჩაერიონ შიდა საქმეებში და კულუარულად შეხვდნენ გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხომ ნახეთ. მისმა წინამორბედმა დავალებებს აძლევენ მაგალითად ელჩები ხომ არასამთავრობო ორგანიზაციის იგივე თუნდაც დავალებებს საელჩოში ვერ მიცემენ ანუ ჩნდებას ცხადია. ხო, უყურეთ მე შეგახსენებ სხვათა შორის მისმა წინამორბედმა საფრანგეთის ელჩმა ბოლოს ის კანონის სანამ ძალაში შევიდოდა ერთი დღით ადრე დაიბარა არასამთავრობო ორგანიზაციის რადიკალები და იმას გრანტების სახით ხელი მოუწერა და გრანტის გაცემა დააპირა, ხო? აი ეს მემკვიდრეა სავარაუდო და მე კიდევ ერთხელ მინდა ის გავაფრთხილო და უთხრა. ბერს ქონდა მცდელობა რომ შიდა საქმეებში ჩარეულიყო ქვეყნის, მაგრამ ამაოდ არაფერი გამოვიდათ. მე ვისურვებდი რომ თქვენ დარჩეთ ისევ თქვენი მანდატის ფარგლებში და ხელი შეუწყოთ ქართველი და ფრანგი ხალხის კულტურულ, ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებს. თქვენი საქმე არ არის პოლიტიკაში ჩარევა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა. და ეს სხვათა შორის თქვენმა შიდა პოლიტიკაში ჩარევა, როცა კულუარულად, კონსპირაციულად ხვდები იმას ერთ ყოფილი იმის რა ქვია აგენტურის ხელმძღვანელს, თუ როგორც იყო, ბატონ ბეჟუაშვილი არ იყო ერთი. და მეორე კიდე რადიკალების დამფინანსებელ არასამთავრობო ორგანიზაციას. თუ მას შეუძლია ჩვენ საელჩოში მიიღოს ღია და გამჭვირვალედ დასამალი თუ არაფერი აქვს და ეხლა როცა მალავ და როცა რაღაც დასამალი გაქვს, მაშინ ხვდებიან კერძო ბინაში და კონსპირაციულად და ეს იმედია თავისი გამოცდილებით ამას მინდა დავაბრალო, დაემართა ასეთ სიტუაციას. ხელისუფლების წარმომადგენლებს დაეპატიჟებინა. მაშინ ხმას არ მოვიღებ და ვიტყოდით რომ ხო რაღაც ეთყობა არია რაღაც წელს თუ არა, არა ეს იყო გამიზნული მცდელობა რომ ისევ და ისევ ის გარკვეული დირექტივები ჩამოუტანონ რაღაც ნაწილს, ვისაც აფინანსებს საფრანგეთის მიმართულება. ყოველ შემთხვევაში ამ შტაბ-შტილებას ტოვებს. ამ შტაბ-შტილებას ტოვებს. ხო, როგორც შეიძლება კონსპირაციულად შეხვდე. მაშინ ღია და გამჭვირვალედ ყოფილიყო, ხო, დასამალი თუ არ აქვს არაფერი. ეს შემთხვევით ჟურნალისტებმა გაიგეს და წააწყდნენ და იქაც მერე ისე დაიბნენ რომ მანქანაში ჩახდა ერთი და მეორე თქვა არაფერი მაქვს სათქმელიო. როდესაც ღია და საჯაროდ გაქვს, მაშინ სათქმელის ბევრი გაქვს და რა თემებზეც ილაპარაკეთ, იმაზეც ღიად ისაუბრებთ და თამამად, მაგრამ როდესაც ხარ ასე დაბარებული, რომ დირექტივა მიიღო და ახალი ასე თქვა ამოცანა მაშინ ხდები აი ესეთი სასაცილო მდგომარეობაში. რეაგირება თუ გექნებათ, რადგან ამბობთ აი ესე ცხადად და მკაფიოდ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ელჩმა არასამთავრობო ორგანიზაციები დაიბარა იმისთვის, რომ გაეცა დირექტივები. ეს ჩემი ასე თქვა თქვენი პოზიცია პერსონალურად? არა მხოლოდ ჩემი, ალბათ ბევრს და გაუჩნდა ეს კითხვა, მაგრამ აგერ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დარწმუნებული ვარ, კომუნიკაცია ექნება ამასთან დაკავშირებით, რომ რასთან გვაქვს საქმე. მე პოლიტიკოსი ვარ და მე კითხვებს ვამ. თუ დასამალი არაფერი არ აქვს ისა ორი დღით ჩამოსულ ელს სახში, პირად სახში, კონსპირაციულად რატომ უნდა შეხვდე? თან ისეთ ადამიანებს შეხვდე, ვინც საერთოდ პოლიტიკაში არ არიან, არც არასამთავრობო ორგანიზაცია. გელა ბეჟუაშვილს რა უნდა, ეხლა მითხარით ამ თემებს. მე აქამდე ვიცოდი, რომ ბიზნესში იყო ჩართული, ბიზნეს საქმიანობდა, როდესაც ის სუდით კუდი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ხო და ეხლა აღმოჩნდა, რომ თუნდაც პოლიტიკაში ყოფილა, ალბათ დაინტერესდებიან ჩვენებიც, რასთან გვაქვს საქმე. რა ხდება დღეს როგორ ხედავს მართველი გუნდი ოპოზიციურ ველზე რა მოცემულობა არის? ტრისასიკრაც ხდება. დაბნეულობა რაკნან არიციან. იმიტომ რომ ის დაფინანსებები რაც ჰქონდათ, აღმოჩნდა რომ ამაოა ვერაფერი. იმიტომ რომ ხალხი როცა ხარს არ გიჭერს, გამორიცხულია შენ, ვერც გადატრიალებას მოახდენ. ვერც არჩევნებს მოიგებ და უბრალოდ იქნები აი სასაცილო მდგომარეობაში, როგორც ახლა ესენი არიან. დაარბიან ნაწილმა თქვა რომ აგერ აზრი არ აქვს ამ ბოიკოტს და აგერ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, თავს ლაფი დაისხეს და აგერ კიდე თქვენი აგერ ვინც ყავდათ ეხლა სტუმრად, ეს არის პარლამენტში შემოვიდა, აგერ ჯერ ეძახდა არალეგიტიმურს, გაყალბდა, ჩვენი გარშევათ, ჩვენი რა გვინდა პეტიციებს აწერდნენ ხელს, აგზავდნენ და შემდეგ შეცდომა. ხო. ამა იყო თვაშკაცობა და ეს აღიარეს. კაი, ამას მივესალმებ. აღიარეს და გადაერჩინეს თავი და შემოვიდნენ ხა პარლამენტში და იქ არიან და რაღაც აზრებს აფრქვევენ, მაგრამ ის დანარჩენები დარჩნენ იქ.
ისევ ისე. ეხლა ვერც იქით მიდიან, ვერც წინ, ვერც უკან. აი ესეთ გაურებულ მდგომარეობაში. ყოველთვის, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესს მოემსახურები და უცხო ქვეყნის დაკვეთას მოემსახურები, ყოველთვის ასეთ დღეში ჩავარდებიან. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისევე ის ვაი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევდნენ. ჩვენ ვნახეთ არაერთი პირდაპირ ეთერი, ხო? არაერთი ამათი მცდელობა ხელმოწერები, როგორ ასმენდნენ ჩვენს ქვეყანას, როგორ აბრალებდნენ არასწორს და როგორ მცდელობა ჰქონდათ, რომ დაესანქცირებინათ ეს ქვეყანა. აი ეს არის ღალატი ქვეყნის, აბა სხვა მეტი რა არის და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ სისხლის სამართლის საქმეც კი არის აღზრული გარკვეული პოლიტიკოსების მიმართ, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობდნენ და ამასთან დაკავშირებით ალბათ ძიება გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობა აპირებს არჩელის შეტანას, იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. თქვენი პოზიცია როგორი არის აი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? უფრო სწორი იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა კი არ აპირებს, მათი პატრონები იგვიჩივიან. ვისგანაც დაკვეთა მიიღეს. დიახ, განაცხადეს, რომ კონსულტაციები გამართეს და ამ კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით მიიღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ თქვით გადაწყვეტილება. ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ თელმა გუნდმა, რომ გასამართლდეს რეჟიმი, ეს იყო ჩვენი დაპირება. ჩვენ მე მოსახლეობას მინდა და ჩვენს მსმენელებს უთხრა, ჩვენ 2012 წელს ამ ლოზუნგით მოვედით, რომ გასამართლდებოდა რეჟიმი. ჩვენ უბრალოდ მაშინ ამის შესაძლებლობა არ ქონდა. და შემდეგ კოაბიტაცია. ეს უნდა უთხრათ, იმიტომ რომ აქ ჩვენ თავს მოგვახვიეს, ეს იყო კოაბიტაცია. ჩვენ აქ მაშინ დირიჟორობდა გარკვეული ქვეყნების ელჩები. ჩვენ მაშინ წინააღმდეგო რომ გაგვეწია, უბრალოდ ამოგვატრიალებდნენ და ისევ აგენტურა დაждდებოდა სათავეში აქ, ახალი ნაცმოძრაობა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, რომ ქართული ინტერესების დაცვით მოსულიყავით აქამდე, სადაც გავაძლიერეთ ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის მიდის რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით, ბიზნესის მიმართულებით, სამართლებრივი და ჩვენ უკვე იმდენად მძლავრი არის სახელმწიფო, რომ დიახ, ჩვენ გავუწიეთ წინააღმდეგობა აი ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მათ პატრონებს და ამიტომაც არის რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ გასამართლეს რეჟიმი. ჩვენ ამისთვის სპეციალურად კომისია შეიქმნა, რომელსაც ქალბატონი თეა წოლუკიანი ხელმძღვანელობდა. იქ ის кейსები რაც იყო, რაც არ ვიცი, ტრაგედიები, რაც გადაიტანა ქართულმა ხალხმა. ამის შემდეგ ბუნებრივია ეს არგუმენტები, ეს თითეული ეს თემა აიკინძა, მიეცა სამართლებრივი სახე და საკუთრივ სასამართლოში წარვადგინეთ. ეს ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მათმა პატრონებმა ვითომ გაგვის იმას ქნეს, რა ქვია, დაუკვეთეს, რომ მათაც შემოიტანონ და კი ბატონო, შემოიტანონ, რა უნდა ილაპარაკონ. რა აქვთ არგუმენტი სალაპარაკო, არ იყვნენ მწვალებლები, შანტაჟი, მიყურადება, რეკეტი, მკვლელობები, ახალგაზრდების ჩახოცვები, რა მოგველანდა ქართველებს კაცო. კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული кейსებია, რომელიც არის წარდგენილი. ასე რომ კიდევ ნათლად გამოჩნდება თუ ვინ ემსახურება ამ ქვეყანას და ვინ მტრობდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ სამშობლოს. აუცილებლად უნდა გითხოთ, როდესაც 4 ოქტომბერს ახსენებთ, ბატონო ირაკლი, მაგალითად გახარეს გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი გაურიგდა ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას და რომ 4 ოქტომბრის პროცესი იყო ერთად დაგეგმილი პროვოკაცია ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთად დაგეგმილი პროვოკაცია, მათ შორის ამავე კონტექსტში მაგალითად ახსენებენ იგივე ანიტას და როგორია თქვენი პასუხი ან როგორია თქვენი არგუმენტები, რა შეიძლება უთხრათ პირველ რიგში თქვენს მხარდამჭერებს. სისულელეს იგიჟე ხა თავი რო გაიправონ პარლამენტში რატომ შემოვიდნენ, ამიტომ რაღაც იგონებენ. ჩვენ თუ ის დავგეგმეთ ნაცმოძრაობას და ხა როგორ ვასამართლებთ? რანაირად ეს, მაშინ როგორ ხდება ასე? მთელი ის არის უნდა გავასამართლოთ, არის კონკრეტული ბრალდებები და საკმაოდ მძიმე მუხლებია იქ. მაშინ როგორ ხდება ეს? თუ ჩვენ ერთად დავგეგმეთ, ხა ვასამართლებთ და 10 წლით მიდის და ამას ვინ გაგიტარებს? ხო, ეგ სისულელე არაფერი. უბრალოდ ორივე ყველას კოლექტიურ ნაცმოძრაობას რატომღაც მათ შორის გახარებიც მათთან ერთად კოალიციაში იყვნენ და მართლობა ჰქონდათ, მაგალითად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ხო, ერთად მართავდნენ, ზუგდიდშიც ერთად მართავდნენ საკრებულოებს და ადგილობრივ მერიას. შესაბამისად ეხა იმიჯნებიან, იმიტომ რომ იციან რომ ლუზერებთან არ უნდა დადგნენ და უკვე იმათმა მატარებელმა ჩაიარა. და ამიტომ ეხა იმიჯნებიან და ამიტომ შემოვარდნენ პარლამენტში და თქვენს რომ ჩვენ ვემიჯნებით იმათთან არანაირი ის არ აგვაქვს რა, სიმჭიდროვე და თანამშრომლობა რანაირად გასულ. საკრებულოები 4 წლის განმავლობაში ერთად იღებდით და მანვებლობდით. ცალკეულ ასე ვთქვათ მუნიციპალიტეტ მათ შორის რუსთავშიც ერთად იყვნენ და მართავდნენ
მუნიციპალიტეტებს. უბრალოდ ხა იმიჯნებიან არაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამათმა უბრალოდ იგრძნეს რა, რომ არანაირი შესაძლებლობა არ ქონდათ რევოლუციის და გადატრიალების, მერე სახლში დარჩნენ და გაემიჯნენ აი ამ 4 ოქტომბრის აი ამ ტრაგედიას. რომ სხვა შემთხვევაში გახარიას გუნდის წარმომადგენლები აქციაზე ვნახავდით? აქციაზე ერთად არიდგნენ, ერთად არიყვნენ, პეტიციებს ერთად არაწერდნენ ხელს, ერთად არ გააგზავნეს ხელმოწერილი დოკუმენტები, რომ ეს გაყალბდა არჩევნებიო 2024-ის, ერთად იყვნენ. თუ შევახსენოთ დოკუმენტები ვანახოთ, თუ პირი ვანახოთ, პირდაპირ ეთერი. როგორ მოძღვრავდნენ ერთმანეთს, რომ ჩვენ აბა ეს უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნებაო, ერთად არიყვნენ. ამ გაჟონილებმა ეხლა გახდა ხო პარლამენტი ლეგიტიმური შეურაცხყოფას რო გვაყენებდნენ და რანაირად გახდა იგივე სტანდარტებით იგივე საარჩევნო კანონებით მაშინ რატომ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში ეხლა ამათ უნდათ რომ ამას გაუტარო და არ შევახსენო და არა ყოველდღე შევახსენებთ როგორები არა იმიტომ რატომ იმიტომ რომ მომავალში არავინ გაბედოს რომ უსაფუძვლოდ დაადანაშაულო და უარგუმენტოდ თავრობის წარმომადგენელი ან ვინც არჩევნებს ატარებს აი ეს არის რეალობა და ამ რეალობაში ცხოვრობთ ყველა კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ ქართული ხალხის ნებას და როგორც არასდროს ისე ვართ აქცენტირებული რომ დიახ სახელმწიფო ინტერესი უპირველეს ყოვლისა და რა უცხო ქვეყნის დაკვეთების შესრულება, რასაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში. ბატონო ირაკლი, ბოლო შეკითხვა და დაგემშვიდობებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირი არის დაკავებები კორუფციის ბრალდებით, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტები, გასაგები რომ მართველი გუნდი აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მაგრამ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იმ მსგავსი შემთხვევები და აი ამ ტიპის ფაქტები თქვენივე ამ მომრჩევლისთვის შესაძლოა გახდეს თქვენს მიმართ უნდობლობის მიზეზი და ხომ არ აზიანებს მართლ გუნდს თუ პირიქით ფიქრობთ რომ თქვა გაჯანსაღების პროცესი მიდის რა პროცესი მიდის ჩემი აზრით პირიქით ის რომ რაც არ უნდა ჩემთვის მტკივნეული იყოს ახლა ამ თემაზე საუბარი მოსახლეობის დამორჩევლის თვალში თემა რა არის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ამით ხას უსვამთ რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ არ აქვს მნიშვნელობა შენ იქნები მართველი გუნდის მხარდამჭერი თუ რიგითი წევრი თუ ლიდერი თუ ოპოზიცია თუ რიგითი ოპოზიციის წარმომადგენელი არ აქვს მნიშვნელობა კანონი არის ერთი და კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი სამწუხაროა იმას რასაც ვისმენთ მაგრამ თუ არის დანაშაული ჩადენილი ბუნებრივია ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი სტანდარტი მაღლა არის თამას აწეული და ბუნებრივია ამას ვერან ვერ ჩამოწევს სხვათა შორის ეს ჩემი ასე ვთქვათ აზრია რომ ის რომ აი ესეთი რასაც ვისმენთ ყოველდღიურად ხო დაჭერების ბოროტად გამოყენება ძალაუფლების კორუფციის ნიუანსები და რაღაც ესეც განაპირობა რომ ჩვენ რეალურად ოპოზიცია არ ყავს ოპოზიცია არ ყავს ვინც რეალურად საქმეზე იქნებოდა აქცენტირებული რომელიც კონკრეტულ თემებზე იქნებოდა აქცენტირებული ეხლა რომ გამო ოპოზიცია და მეტყვის იქ როდესაც არჩევნები რეალურად სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები იყო ჩატარდა და დაიწერა რომ სამართლიანი არჩევნები იყო და ვერ 1%-იც ვერ დადეს რომ რამე გაყავდა და ამაზე რომ მედავები ახლა მე აღარ მოგისმენ შენ მე შენ ავტორიტეტი გაქვს შელახული მე შენ ხალხიც არ მოგისმენს შენ არაფერს არ წარმოადგენ და ამით შეიძლება ვიღაცას მე გაუშვეს ცუნება რომ როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ოპოზიცია არ ყავს რომელიც რაღაცას მიგითითებს არგუმენტირებულად და პოლემიკაში შემოვა. ამბობთ რომ ოპოზიციაზე არის დამოკიდებული. მათ შორის უყურეთ ძალიან დიდი ცუნება როდესაც შენ ოპოზიცია არ ყავს და ყველაფერში შენ ხარ მარტო რეალურად ოპოზიცია რო არ ყავს რომ რაღაც მიგითითოს ან რაღაც პოლემიკა გაგიმართოს ან რაღაცა მე რაღაც უწყებები დუნდებიან რაღაც ხელმძღვანელები დუნდებიან და ამის შედეგი მოაქვს მე ის ცოტა გაუგებრობა და ქაოსი შიგნით და ის მივიღეთ რაც მივიღეთ ასე რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე არ არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვიზეც არის ის აგებს პასუხს ჩვენი პასუხისმგებლობა თუ სადმე არის დანაშაული ან გადამეტება და შესაბამის უწყებები ისე მუშაობენ რომ არავის არ შერჩება ახლა ბატონო ირაკლი და რატომ ეს იცით რა არის თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ-ერთ სახელმწიფო სადაც ამ მიმართულებით ცუნება არ არის მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ამაზე რეაგირება ქონდეს სახელმწიფოს და ამის დემონსტრირება არის რომ რეაგირება აქვს სახელმწიფოს ეს ნიშნავს რომ ჯანსაღია ეს ნიშნავს რომ რეაგირებს თითოეული უწყება სწორად და ადეკვატურად ხოლო კორუფცია რაც სახელმწიფო არსებობს იარსებებს კორუფციას უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის იყოს
შიგნით ცდელობა, მონდომება და თითოეული უწყება ჯანსაღად ოპერირებდეს და მუშაობდეს თავის კომპეტენციის ფარგლებში. ეს არის და ამას ჩვენ ვაკეთებ და ვახერხებთ. მადლობა სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დრო მოიწურა. შეკითხვები დარჩა, საომალოდ გავაგრძელოთ საუბარი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ირაკლი ზარფა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე მაკაცინცაძე ვარ და გემშვიდობებით პარასკევამდე დროებით.